ბისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება და ობიექტურად ასახვა. ეს საზოგადოების დარგი არის. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტიკა სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ითვალისწინოს, მაგრამ ჟურნალისტიკის ეთიკის ფარგლებს არ უნდა გასცდე. რეიტინგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნდა იყოს საქმიდან გამომდინარე, გაკეთებული საქმიდან გამომდინარე და არა მიზანი. თუ ეს მიზნად დაისახე, მხოლოდ რეიტინგზე იმუშავე, მაშინ პროფესიულ ჩარჩოებს ცდები და ისეთ რისკებზე ზოგადად რისკი არის ჟურნალისტიკა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს პროფესიულ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. დღეს ძალიან დიდი გამოწვევა არის ჟურნალისტიკის წინაშე. საზოგადოება ინფორმაციას იგებს უფრო სწორად სოციალური მედიის საშუალებით. აქ ძირითადად არის გადაუმოწმებელი, ხშირად გადაუმოწმებელი ინფორმაცია. არადა ინფორმაცია მოითხოვს გადამოწმებას. ფაქტი მოვლენა მოითხოვს გადამოწმებას, დაბალანსებულად მიწოდება საზოგადოებისთვის. და რა თქმა უნდა, თუ ეს არ არის, მაშინ ტენდენციური თუ არის ჟურნალისტი, თუ ერთი მხარის პროპაგანდისტია, პროპაგანდა, აგიტაცია, პროპაგანდა ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი მხარე არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ვიწრო პარტიული პროპაგანდა. თუ ერთი მხარის